ღის ცხიმის მწველი და ღამის ცხიმის მწველი. პირველი მათგანი ეხმარება ენერგიის ტონუსის დაჭერასა და მეტაბოლიზმში, ხოლო მეორე იგივეს აგრძელებს 7 ძილის ფაზაში. პროდუქტი, რომლებზეც ყველაზე მეტი მითები არსებობს. მინდა რომ სწორი შეხედულება ჩამოგიყალიბოთ მათზე და გითხრათ, რომ ეს ტაბლეტები არ არიან მაგიური. მათი მთავარი როლია დაგვეხმარონ ენერგიის ხარჯვაში, ცხიმოვან მეტაბოლიზმსა და შიმშილის კონტროლში. პირველი ცხიმის მწველი, რომელზეც მინდა საუბარი, არის L-კარნიტინი და როგორ მუშაობს ის? კარნიტინი არის ტრანსპორტიორი, რომელსაც გადააქვს ცხიმოვანი მჟავები მიტოქონდრიიდან უჯრედებამდე, სადაც ეს ცხიმები იწვის და გარდაიქმნება ენერგიად. ძალიან დიდმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პლაცებოსთან შედარებით L-კარნიტინი 1.3 კილოგრამით მეტის დაკლებაში დაეხმარა ადამიანებს. ხოლო მეორე არის მცენარეულ ბაზაზე დამზადებული ცხიმის მწველები, რომლებიც უმეტესწილად შეიცავენ კოფეინს, მწვანე ჩაის ექსტრაქტს და ასე შემდგომ. 94-ზე მეტმა კვლევებმა აჩვენა, რომ მსგავსი ფორმულები ხელს უწყობენ ცხიმოვან მეტაბოლიზმს და სრულიად ნორმალურია მათი დღის წესრიგში ჩასმა. ასევე შეგახსენებთ, რომ ქიონთვის ნებისმიერი დანამატი შეგიძლიათ შეიძინოთ ავერსის ნებისმიერ ფილიალში.